რამდენიმე წამში თქვენ ნახავთ მილას პირველ ურთიერთობას ზღვასთან. მანამდე კი, როგორც იცით, ჩამოვედით კასტელო მარეში. ადგილი, რომელიც ძალიან გვიყვარს და სადაც ბოლოს ვიყავით 7 წლის წინ მე და თეო. საღამოს რუტინა მარტივია. გასეირნება და ბავშვებთან ერთად ბევრი თამაში. ცოცხალი მუსიკის მოსმენა და სხვადასხვა გასართობები ეს იქნება მაგიდის ტენისი, ბილიარდი თუ ჩოგბურთის მოედანი, რომელიც ჯერ ვერ მოვასწარეთ. ხო, ვინც აქ მოხვდებით, ყველა ეკრანზე შეგხვდებათ ჩვენს მიერ, კოპტერის მიერ გადაღებული ვიდეო რგოლი, რომელზეც 7 წლის წინ ვიმუშავეთ. რამდენიმე წამში მილა თვითონ შეეხება პირველად ზღვას და ეხლა ამ მომენტში ნახა პირველად ზღვა. ასე რომ ნახოთ რეაქციები. წავედი. კირა აფეთს მიჟარებს. აბა. გოგო. მოგეწონა ზღვა? ცოტა გემო არ მოწონს როგორც მიხდი. ვაიმე, რა ნეტარებაშია. მოკლედ, კასტელოს სანაპიროზე ძალიან ცოტა ხალხია. ესეთი ლამაზი ხედები გვაქვს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ბევრად უფრო რთულია ვიდრე ისი. მაგრამ აი ამ მოგონებებისთვის და ერთად გატარებული დროისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ღირს.